იმიტომ რომ ბიზნესის დასაწყებად არ არის საჭირო მაღალი ხელფასის ქონა, გააჩნია რა თქმა უნდა მიმართულებას. უბრალოდ როცა ნულიდან იწყებ, შესაბამისად ეგრევე რაღაცა დიდს ვერ მიახტები, ასე ვთქვათ, ხო? უნდა დავიწყოთ რაღაცა პატარით და კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში მე დავიწყე იმ სფეროთი და ყოველთვის ალბათ სასურველია დავიწყოთ იმ სფეროთი, რომელშიც ძალიან კარგად ვერ ყვევდი და მე თვითონ ვაკეთებდი და ვასრულებდი. ანუ შეკვეთასაც მე ვიღებდი, მე ვამუშავებდი და მე ვაზვდიდი პროდუქტს, ასე ვთქვათ, ხო? ამ შემთხვევაში ეს იყო ჩემი და არის დღემდე საგადაცხადო რჩევები. საგადაცხადო მრჩეველი ვარ და შესაბამისად ვყიდი ჩემს საგადაცხადო რჩევებს, როცა კომპანიას და ფიზიკურ პირებს სჭირდებათ რაღაცა დაგეგმარება, საქართველოში შემოსვლა ან გასვლა და ამასთან დაკავშირებით რჩევა. ამიტომ მე ვისწავლე როგორ უნდა შემეფუთა ეს ყველაფერი, ვისწავლე საგადაცხადო რჩევის ანალიზი, მომზადება, შეთავაზება და ასე დავიწყე ჩემი ბიზნესი პირველი, რომელიც მე დამიჯდა პლუს მინუს ალბათ $500 თავისი საიტის აწყობით, რომელიც მე თვითონ ვისწავლე როგორ ავაწყო საიტი, რეკლამის გაშვებით და ასე ვთქვათ, რაღაც პირველადი სეტაპისთვის. ასე რომ, არ ვიცი, კი, მე სხვა შორის ეს სულ დასაწყისში მქონდა ეს ხელფასი, მე გაიზარდა ეს ხელფასი შედარებით ასე შემდეგ, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა ეს მეწარმული სულისკვეთება ყოველთვის მქონდა.